ჩვენ ვიმყოფებით ქუთაისში, სადაც მივიდივართ როკ ფესტივალზე. მანამდე წერდით აივანს ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმში. რამოდენიმე კითხვა გვაქვს ქალბატონ მარინასთან, დირექტორთან სახლ-მუზეუმის. გამარჯობათ ქალბატონ მარინა. პირველ რიგში გვაინტერესებს ეხლა აივნის ეთერი რაც აქ ჩავწერეთ, ინტერნეტ აივნის, რამენად შეესაბამებოდა თუ პირიქით არ შეესაბამებოდა ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმს. როდესაც თქვენ ჩემთან წინადადებით მობრძანდით, რომ აი ღონისძიების ჩაწერა აქ გადაწყვიტეთ, ცოტა გავაურჭოვდი. დაგთანხმებოდით, არ დაგთანხმებოდით, მაგრამ ბოლოს მაინც მივიღე გადაწყვეტილება, რომ დაგთანხმებოდით. მით უმეტეს, რომ ეხლა აქ საუბარია ალტერნატიულ მუსიკაზე. ესეთი მიმდინარეობა, რომელიც ძალიან ნოვაციურია, ძალიან სიახლეა, მომავლის მუსიკაა. მე ასე მესმის. დალოცვილი იყვნენ, მადლმოსილნი იყვნენ და წარმატებულები იყვნენ. ვთვლი რომ ეს ძალიან დაეხმარება ბევრ მუსიკოს, რომელსაც საერთოდ გადაწყვეტილი აქვს დაკვრა. აქვე ტრიალებს ოჩოს ქოხის წევრი ლაშა. როგორი იყო სახლ-მუზეუმში, ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმში აივნის ჩაწერა? უჩვეულო ამბავში კი ვიყავით, მაგრამ მაინც სხვათა შორის მე გავიგერო ზაქარია ფალიაშვილს არ მოსწონდა გიტარა. ეხლა თან რომ მოვდივართ, სად ვიდივართ, ეგეც ვითხარით, რომ მე პირველად ვარ ქუთაისში, წარმოდგენა არ მაქვს, საერთოდ რა ხდება. ეხლა მივიდივართ ფესტივალზე. ილო დავით აღმაშენებელი და ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი. ეხლა გავესაუბრებთ გავლენს, მხოლოდ მაინტერესებს კონცერტზე მოდიან თუ არა, სმაილი არის ჩამოსული, ლენდმარკი არის ჩამოსული, Mutual Friends არის ჩამოსული. ფესტივალზე ხო არ მოდიხართ? ხო არ მეტყოით ვის მოსასმენად მოდიხართ კონკრეტულად? ეს ლაიველი მოგწონს. თბილისური ჯგუფებიდან თუ უყავთ ვინმე ისეთი? აუ, გადავხედავ დღეს და ვნახავ თუ გეყოლი ბაცი. გამარჯობა. როკ ფესტივალი რო ტარდება, ხო არ აპირებთ მოსვლას? მაგრამ 85 წლის და ალბიშობის საღამოს გარეთ. 85 წლის და თვალში ვიყურებ ისე რა. ვარნა გაუნდება. 85 წლის კაც სახლიდან არ უშვებენ. მე რეიტყვან რომ მოხუცები ბავშვებს არ ემსგავსებიანო. მერის თანამშრომლებს შეიძლება რომ გავესაუბროთ. გამარჯობა. მოდიხართ ფესტივალზე? უარსები მერია ეხმარება, ხო? ამ ფესტივალს თქვენ მერის თანამშრომელი ხართ? 14000 ლარის. ვახ, ძალიან კარგი. ისიც ვინ გამოდის? ვიცი გამოდის ჯორჯიან ვერშენი, ოჩოს ქოხი, ზე სმაილი და მე არქეოპტერისის სვაგცები. ჩვენ წერთ ესე იგი აივნისთვის სიუჟეტს, თუ ისეთ ეგეთი დიახ. და ასევე არის ინტერნეტ აივანი, რომელიც ეხლა ჩავწერეთ ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმში. ჩვენ სამომავლოდ ვაპირებთ, რომ ქუთაისშიც იყოს აივანი, ინტერნეტ აივანი გაკეთდეს ახალგაზრდებს ამ პროექტში. ძალიან დიდი მადლობა, დროებით. უკვე საუნდჩეკის დაიწყო. გამარჯობა. აი გამარჯობა. როგორ მიდის საქმე? საუნდჩეკი გაიარეთ? მოვხი, ბაზარი არის, გავიარეთ და ვიღებ. დააფასეთ ცოცხალი მუსიკა სანამ დროა. ჯერ არ იწყება კონცერტი. გამდენ სიმღერას უკრავთ? ოჩას ქოხი უკრავს 2, სილვერსაიდი 5, სილვერსაიდი ჰედლაინერები ვართ დღეს და ბოლოს ვიყავ. ანუ შენ ორივე ჯგუფში მონაწილეობ. Mutual Friends-ის გიტარისტს ხედავ, ილო, Mutual Friends-ის გიტარისტი. მოგესალმებით. გაიარეთ საუნდჩეკი, რა ხდება? საუნდჩეკი, ხათ ესე ვერ გავიარეთ როგორც გვინდა და მაგრამ სხვა ჯგუფებთან შედარებით მე მგონი მაინც ამობენო ქუთაისი როკის დედაქალაქია და ნახოთ. ეგრეც არის მეც იმედი მაქვს. აი ჩემ სტატიუს გადავიკიდებ და გავუყვები ქუთაისს, ესე იგი რა. ძალიან მაგარია, მანქანაში ცხოვრებაში პირველად usmen ესეთ მუსიკას და მარტო მე არ usmen თან. ესე იგი დაკვრა შიერკუჩზე არ გამოდის, ამიტომ მუსიკოსება ცოტა თუ არ ჭამეს, ისე არაფერი არ იქნება. ესე იგი მოვედით, როგორც ვიცით, მუსიკა როკი ძირითადად სამის გარეშე არ გამოდისო. მე მგონი საუნდჩეკია ჯერ, ან უკვე დაიწყო კონცერტი, არ ვიცი, ხავე გავიგებთ მაგასაც. თავარია ქუთუ იყოს ჯამთელად და მე გვეშველება. ვა! საიდან გაი? გამარჯობა. გამარჯობა. ეხლა ვეძებთ ხალხს, ვინც გვეტყვის ვინ არის ეს ჯგუფი? რა ჯგუფია? ჯგუფის სახელი ხო არის იცით? არა, მაგრამ მოგწონთ? რა ჯგუფია ხო არის იცით? რა ჯგუფია ხო არის იცით? ვინ უკრავს? სახელი არა. თქვენ მაინც იქნებ მითხრათ ვინ უკრავს? სახელი რა ქვია ჯგუფს?
ჯგუფს რა ქვია ჯგუფს ვერლაბე ბრატ ვერლაბე ფესტივალზე ჩამოხვედი კონკრეტულად თუ აქაური ხარ თუ ქუთაისელი ვარ ფესტივალზე ჩამოვედი იმიტომ რომ ველოდები დღეს რაღაც გუგულს დღეს როდესაც მუსიკას ქმნის ადამიანები მას ჭირდება მსმენელი და მე ვთვლი რომ ამათ გვერდში უნდა ვიყო და მიხარია ფესტივალი როა გაიხარე დიდი მადლობა ფესტივალის ერთ-ერთ ორგანიზატორთან სამოდელმე კითხვა გვაქვს რა გიგმები გაქვთ თქვენგან უკეთესად გავიგებთ ამას მართლაც პირველად არის 90-იანი 95-96 წლის მერე ასეთი მასშტაბური არაფერი არ ჩატარებულა ქუთაისში სამომავლოდ ვფიქრობთ უფრო მასშტაბური გავხადოთ და ორდღიანი იყოს შენ რომელიმე ჯგუფში უკრავ Georgian version. ჩემი ოპერატორი ეხა მანიშნებს რომ ეს ყველაფერი კარგიაო, მაგრამ კონცერტზე ცოტა ლუდი თუ არ დავლეთ, ისე არაფერი არ გამოვა. ეხა წავალ ლუდსაც დავლევთ და თან მაგარ კონცერტსაც მოусმენთ რა. თბილისური ჯგუფები მინდა ქუთაისში ჩამოვიდეს, მაგალითად ფსიქომეტრია, Defenders of Tanalorები და ბოხემა და რემა და ასეთი ჯგუფები და თუ იქნება. მე მგონი აი ორგანიზატორებს ველაპარაკეთ, წეგან და ორგანიზატორებმა განსაზღვრეს რომ ამჯერად 3 ჯგუფი ჩამოიყვანეს, საომოლოდ უფრო მასშტაბური გახდებაო ეს ფესტივალი. მე მგონი ის ჯგუფები რომელიც შენ გინდა რომ ჩამოვიდეს, ბევრს თუ ექნება მაგის სურვილი ხალხი ალბათ დამოკიდებული, აუცილებლად ჩამოიყვანეთ. ჩვენ ვეცდებით ყველანაირად ხელი შევუწყოთ შენ იდეას და თხოვნას. მადლობა დაგჭერთ რა. გაიხარე. გაიხარე. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. აი ხა უკვე კარგად გრძნობ თავს. ძალიან მაგარი ორგანიზებაა მართლა გაწეული, იმიტომ რომ ლუდი, რა ვიცი, რაღაც ბირკები, სხვადასხვა რაღაცა იცით წვრილმანები, რაც ძალიან დიდ შთაბეჭდილებას ქმნის. გარდა მაგისა ძალიან წესრიგი, ეს პატარაც არის მუსიკის მოსასმენად მოსული. ეს იყო როკ-ენ-როლის ხმა ქუთაისიდან. როგორ დაიყვირა? ოჩოს ქოხი ემზადება საუნდჩეკის გასავლელად. ახე რამდენი არიან? 7-ნი. ლიმკა. ესეც უხდება არქაურობას, ვიღაცა დამეჯახე გადამაქცია. კარგია ფესტივალზე? მოგწონთ? არა? არ უსმენ. არ უსმენ? აბა რატო ხართ აქ? როკის მოსასმენად არ ხართ აქ? აივანი! მადლობთ. ესეც აივნის ხარდამჭერები, იმიტომ რომ აივანი თვითონ არის ხარდამჭერი ამ ფესტივალის, ასე რომ დიდი მადლობა მათ. შენ ვის მოსასმენად მოხვედი? ჩვენი ახალი წამყვანი? მადლობთ, უკაცრავად. ვიწყება ფესტივალი, მაგის თქმა მინდოდა. მართალია ცოტა დაგვიანდა, მაგრამ იმედი მაქვს რომ იმიტომ დაგვიანდა, რომ უფრო კარგად მომზადებული იყვნენ ჯგუფები და პირველი ჯგუფი თუ არ ვწდები, არის ქუთაისიდან. თუ არ ვწდები. ქუთაისი! ეს ენერგიულად დავიწყო ცოტა. აბარა, მიყვარს როკ-ენ-როლი? კარგია. ყველა ტარდება ქუთაისში ძალიან მაგარი როკ ფესტივალი, როკ სინი ფესტივალი. აპლოდისმენტები და ხმაური. ეს ენერგია ძალიან დიდი მადლობა ორგანიზატორებს, ასევე ჯგუფს Mad Brothers. ჩვენი მეგობრები, პირდაპირ გავრიგეთ, პრობლემას თავი მოაქვს ამ არაშორებელი ეს დიდი მადლობა მათ სცენაზე ძირითადად და ჯგუფში ნახავ. აივანი ეს იგი ხარდამჭერი ამ ფესტივალის, რომელიც ესე რომ აივანი სადაც ჩვენ ამ სცენაზე გამოვხდები ბევრი ჯგუფიდან, არ ვიცი ყველა თორა მეტესობა მაინც ვინახავ და აი გამოსვლა ამიტომ ძალიან დიდი მადლობა აივანს, რომელიც კიდევ ყველა ჯგუფს ეკავშირება აივანზე ვიზანდის Already comfortable, stimulation, მეგობრები გეიმენ. ჯგუფი Live Bells ხო? ასეთი აპლოდისმენტები ამ არაშოვები ჯგუფი ქუთაისიდან. დიდი მადლობა. კარგი ენერგიული ესეთი ქუთაისური დასაწყისი გქონდა. Georgian version! ძალიან კარგი ფესტივალია ბატონო აივანო. მე ძალიან მომწონს ეს ფესტივალი ბატონო აივანო, იმიტომ რომ არის პირველი ქუთაისში. რასაორე კარგად ორგანიზებულია. ქუთაისი, თბილისი, ბათუმი, როგორც ხვდები მომავალ წლებში, როცა ჩატარდება კიდე ეს ფესტივალი უფრო მაგარი იქნება.
გამარჯობა. არა მაისურებით. თქვენ ფესტივალზე არ მოსწონთ. ყველას გაგიმასპინძლდებიან. ფესტივალზე არ მოსწონთ. ზესტუმზირი. თქვენ ვინმეს მოსასმენად მოხვედით კონკრეტულად? კი. ვის მოსასმენად? ლენდმარკი, სმაილი და არქეოპტერიქსი. ვის მოსასმენად მოხვედით? ჯორჯიან ვერშა, ლოჩასკოხი და სილვერ საიდი. აერში ჩამოხსენი რა. ეხლა შემდეგი ჯგუფი გამოვა, მე მგონი სმაილი გამოდის, თუ არ ვწდები, მანამდე ცოტა დავისვენებთ აქ. მე მგონი თბილისური ჯგუფები დაიწყო უკვე, ანუ ნელ-ნელა უკრავენ და ხალხის რაოდენობა მატულობს კონცერტზე. ილო შეგიძლია უკვე წახვიდე ნელ-ნელა, მეც გამოგყვები. ის მოსასმენად მოხვდა. ოჩოსკოხის. მე მგონი გორბალი გაგიჭირდა. კი, და ვაკეთებ, მაგრამ ვერ გავაკეთებ. მთელი აივანი გეხმარებით როლიკების გაკეთებაში. მართლა? და აი ისიც ჩემი მაქსიმუმი შევასრულე. კი და ძალიან დიდი მადლობა. ესე იგი სმაილის სცენაზე ავიდა უკვე ერთ-ერთი პირველი ჯგუფი რომელიც აივანზე საერთოდ გამოვიდა, მაგრამ სმაილის რადიო მიკროფონი ყელშია უკვე. კადამი უსმენს სმაილს. მივახსენეთ იმას, რომ ქუთაისში აივანზე ვდგევართ ეხლა ჩვენ და გადავუყურებთ ფესტივალს. ფრანც ფერდინანდის კავერს უკრავს სმაილი ქუთაისში. ჩამოხვედი ფესტივალის მოსასმენად. ის შემატკივრობ. Mutual friends, ჩემი მეგობრები არიან. Smiley, ესენ ჩემი მეგობრები არიან. ეს ფესტივალი კიდევ რო გაგრძელდე? კიდე ჩამოხვალ, აპირებ ჩამოსვლას. Mutual friends-ის მოსმენა კიდე. სმენელი ჩემი ოპერატორი მეუბნება, რომ იმდენ კითხვებს გისმევ, რომ მე მგონი დავთვერი. ხა, მეც. გაუმარჯოს როკ ფესტივალს ქუთაისში. ხო. როგორ მიდის ფესტივალის საქმე? ფესტივალის საქმე როგორ მიდის? აი ეს ადამიანები თავად გეტყვიან. დიდი მადლობა აივანს. მოკლედ, აპლოდისმენტები აივანს. Mutual Friends ის ხო არ არის? Amazon-ზე რო ალბომებს ყიდის. კი. მე როგორ მიდის გაყიდვების საქმე? ქუთაისში ხო არ ყიდით ახლა? ვოკალის ყიდეთ, ჯობია. ქუთაისში ჯერ არა. ალბათ მალე გაყიდე. მე მგონი თბარო შეიჭრა ვოკალისტსაც გეხარ. სანი? ხო. რა ხდება? კარგია, ძალიან კარგი სიტუაცია. მე მეგონა რომ რაღაცა ვერ იქნებოდა ისეთი კარგი, როგორიც აღმოჩნდა. ეხლა ველოდები მეც უნდა დაუკრა ლენდმარკთან ერთად და არ ვიცი, დაკოკილი. წარმატებებს გისურვებთ. თქვენს წარმატება აივანი ძალიან კარგი პროექტია. შეიძლება ჩაგწეროთ. ვის მოსასმენად ხართ მოსულები? საერთოდ ფესტივალზე მოვედი, ჩვენ ვიღებთ. ესეთი ცხოვრება რო იყოს ყოველდღე, წარმოიდგინეთ, კარგი იქნებოდა? ნორმალური, ენერგიული, კარგი იქნებოდა. და ოჩოსკოხის დაიწყო, ნახევარი აქ ყოფი მაყურებელი ელოდებოდა ამ ჯგუფს. რატომღაც ძალიან ცნობილია ეს ჯგუფი რა. როგორი იყო სცენაზე? მაგარი იყო და კარგი იყო, ცოტა წაუროკეთ ოჩოსკოხმა და ეს თქვენი პირველი დიდი ლაივია თუ ამ შემადგენლობით, სულ ბოლო შემადგენლობით პირველი კონცერტი იყო ქუთაისის სვენელის წინაშე და ავიც მე მგონი კაი იყო და მოიწონო სვენელმა. დიდი მადლობა აივანს რომ ჩვენ გვერდით დგას და ძალიან მაგარი პროექტია და თქვენს გისურვებთ წარმატებებს. ჩვენ გვაქვს ბლოგი Arthead კოლექტივი, ასეთი ბლოგი არის და მინდა გითხრათ რომ ეს ფესტივალი არის ძალიან მაგარი. ვისურვებდი რომ კიდევ ბლომად ყოფილიყოს ასეთი დღეები ქუთაისში. მაგარი გარსუხარ, გაიხარე. როკი! როკი. მეორე. უცებ მომიყევი ისტორია ამ ფესტივალის შექმნის, იმიტომ რომ შენ ხარ ერთ-ერთი ორგანიზატორი შენს მასთან ერთად, როგორც ვიცი. რავი, დავიწყეთ პირველი არის და მე მგონი რაღაც გამოვიდა და გვინდა რომ ყოველწლიურად გავაკეთოთ, ხო და
ანუ არ გავჩერდებით, რაღაც მუხტით თუ წამოვიდა, თუ ვიგრძენით, თუ დაინტერესდებიან ჯგუფები, ეს იქნება ყოველწლიური ქუთაისი Rock City Fest-ი. ქუთაისი როგორ იყო? მაგარი! თუ ერთ ბაყალტუას დამისხავთ, იქნება ძალიან მაგარი ჩემთვის. იმას რაც მოველოდით, იმაზე 5 ჯერ მაგარი იყო რა. სმაილი იყო ყველაზე მაგარიო. სმაილი ყოველთვის ყველაზე მაგარი არის. ვაშლო თქვი რა. ვაშლო. გაცრავად, რო ჩაგწეროთ ხო შეიძლება? ჩაგწერო. მელ არ ხსნა. აივანი თუ იცით ეგეთი. აივანზე ვიყავი მე მღერავდი. როგორ მოგეწონა ფესტივალი? ფესტივალი მომეწონა რატო იცი? ქუთაისში გაჩნდა ახალი კერა. აი ეგ მომეწონა მე. თქვენ ვინ ხართ? გიყვართ ერთმანეთი? Sex, drugs and rock and roll. გაიხარე. ხედავ როგორია როკენროლი, ილო? ილო. კარგი ეხლა ხო? მოწყვიტე თვალი ცოტა ხანი, ხედავ როგორია როკენროლი ქუთაისში. ნელ-ნელა ჩვენი ლენდმარკის ემზადება თბილისიდან. ბიჭებო, როგორა ვართ? მაგრად ვარ და ეფექტები გვიჭირავს. სმაილზე იზახიან ყველაზე მაგარიაო. ჩვენც მთელი იმით დაუგრავ დუხით, რაც გვაქვს და შევასრულებთ, მაგრამ Smiles მართლა ჩვენგან დიდი პატივისცემა, ძალიან მაგრა დაუგრეს. წარმატებას გისურვებთ, გისმენთ. აივანი ოქშაბათ 12-ის ნახევარზე პირველ არხზე ჩვენ შეგვიძლია ვუყუროთ აივანს ნახოთ რა ხდება აივანზე ოქშაბათ 12-ის ნახევარზე როგორი იყო სცენაზე? ძალიან მაგარი იყო. არ ველოდებოდი ჩვენ. მე რაღაც დუხი ვიგზენე ისეთი, რომელიც აქამდე არ მიგზნია რა. ძალიან გიხარია ეს ჩვენ. იმიტომ რომ ნახე ალბათ ხალხი. კი, ხალხისგან მოდიოდა ეგ ენერგია. თქვენ როგორ გრძნობთ ამას? კარგი. ძალიან დადებით ხარ ეს აი რომ ვითარდება ნელ-ნელა ძალიან კუშნაბიჯეთ, მაგრამ მაინც ასთავარია მე მგონი ვითარდება სცენა, მით უმეტეს რეგი არა დედაქალაქში რა, ანუ სცენა და მაყურებელი მუსიკას ალტერნატიულს იღებს. მოდით, გავამხნევოთ ჯგუფი ქუთაისიდან ჯგუფი არქეოპტერი ზეგი, თითქმის ჩავამთავრეთ ფესტივალი. დიდი მადლობა მინდა უთხრა ყველას, ქალაქის მერიას, ქუთაისის, ასევე თქვენ მხარდაჭერისათვის ყველა ჯგუფს აბსოლუტურად სმენელს, რაც თავარია. წარმატებებს გისურვებთ, გაიხარეთ. ფესტივალი დასრულებულია. ჩვენი ორგანიზატორები კმაყოფილები არიან, ჩვენც კმაყოფილები ვართ. ეხლა კი თბილისისკენ გაუდგებით გზას.